პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მინდა მოგახსენოთ, რომ დაინტერესდით ამ თემით და გაწუხებთ იმ ადამიანების ბედი, რომლებიც ბევრად არიან დამოკიდებულები თანაგრძნობაზე და სიყვარულზე, რომელიცაც საზოგადოება მათ დამე უნდა იჩენდეს და ამითი მათი მდგომარეობა ნამდვილად მსუბუქდება. ჩვენი სასნეულო 2003 წლიდან არსებობს, თავიდან მხოლოდ 4 საწოლზე იყო შესაძლებელი, რომ ეფუნქცია მას. შემდგომ 2006 წელს ჩვენი სასნეულოს ბაზაზე გაიხსნა სასწავლებელი, მოწყალების დების სასწავლებელი, სადაც უკვე მომზადდა ის კადრი, რომელსაც უნდა ემუშავა ჩვენ სასნეულოში, როგორც მოწყალების დებს. ისინი პროფესიონალი ექცნები არიან და იციან ის ძირითადი უნარჩვევები, რომელიც აუცილებელია ავადმყოფთან პრაქტიკული საქმიანობის დროს სამედიცინო მოვლის თვალსაზრისით და ისინი მონასტერთან არსებული სასწავლებლის გამო ასევე გარკვეულ ცოდნას იღებენ სასულიერო საკითხებთან დაკავშირებით. რა არის იცი მე ხშირად აქ ისე ვარ შუბშეკრულიცა და ისა მე მაწუხებს ისა რომ აქ რო ამდენი სიცბო და ყურადღება მაქვს სახლში რო გამეორდება ჩემი სიმარტოვე და ისა რომ წყალს ვერავინ რო წავიქცევი ვეღარ ავდგები ორჯერ გავიწევი. სახლში მსულ მარტო ხართ? ხო, აი ჩემი სახლის მომავლის პირობები მაყენებს აქა ეს ახალგაზრდები განსაკუთრებით ეს ღამის მორიგეა დღეს სულ ყველა რა თქმა უნდა კიდევაც ვეცოდები და კიდევაც ის არის ასაკის ამბავი სულ ყველა ყურადღებით არის. კარგის მეტი არაფერი არ მეთქმის პირიქით მწვენია მე აღარც მინდა რომ კიდე შევაწუხო რომ რამდენი შემდეგში კიდე მოვა ჩემნაირი და მიახმარები. კინებებო ღვთის წყალობით მალე გამოჯამრთელობას გისურვებ და ყველაფერს საუკეთესოს. მერთი თქვენსკენ. მადლობს.